მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ ინფორმაციას, კერძოდ ფაქტს იმის თაობაზე, რომ თურმე მარტივმავრავლებლად დაშლილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელახლა ერთიანდებიან და საზოგადოებას თავის შესთავაზეს ახალი ლანგრით და დღეს მდგომარეობით ისინი თავიანთ თავს უწოდებენ პროდასავლურ ორიენტაციის ოპოზიციურ ალიანსს. მინდა გითხრათ თქვენ, რომ ფრთები გამოიბათ ხომ 455 დღეა საქართველოს მოსახლეობას მილიონობით ადამიანი არ უერთდება ერთადერთი მიზეზის გამო და ეს არის ის მიზეზი, რომ თქვენ ეთმასნებით ამ ოპოზიციურ სამართლიან მოძრაობას, ის მოძრაობას საქართველოში, რომელმაც შეიძლება მართლა რეალური განვითარება პოს, რომ არა თქვენი ასე ვთქვათ, ვითომ გაერთიანების რეალურად ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ დაშლილა და მათი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, მაშინ როცა მართლა სისხლის მდინარეები დიოდა საქართველოს ქუჩებში, საქართველოს ოჯახებში, ართმევდნენ ქონებებს, კლავდნენ ქუჩაში, კლავდნენ სახლებში და ტრუსიკიანებს არბენინებდნენ, ვითომ ესე ვთქვათ, ჯერ წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დამნაშავებად გამოცხადებულ პირებს და მე ვერ ჩამოთვლი ყველა იმ საშინელებას, რომელიც ახლა 9 წლის მანძილზე გავიარეთ საქართველოს იმდროინდელმა მოსახლეობამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალი თაობა გაიზარდა ამ 14 წლის მანძილზე, მაშინ როცა ქართული ოცნება მართავს ქვეყანას და ზუსტად ის არის მიზეზი, რატომაც საქართველოს მოსახლეობა ითმენდა 9 წლიან რეჟიმს, ზუსტად ის არის მიზეზი, რომ ქართველი ხალხი იცმენდა ოცნების 14 წლიან და ითმენს 14 წლიან მმართველობას, არის ის, რომ საქართველოს გვინდა იყოს მშვიდი და წყნარი ქვეყანა. საქართველოს გვინდა გავხადოთ ევროკავშირის ღირსეული წევრი სახელმწიფო და იმ კვალობაზე, როდესაც დღეს თავს აცხადებს რეალურ ოცნების ოპოზიციად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ზუსტად ის პოლიტიკური მოძრაობა, რის გამოც 14 წელია ხელისუფლებაში რჩება ქართული ოცნება, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე მიმაჩნია, რომ ისინი თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ 14 წლის მანძილზე ქართული ოცნება ყველა არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს იმას, რომ თუ მე არ მომეცით ხმა, ხელისუფლებაში დაბრუნდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და შეშინებული მოსახლეობა ამდენი ხანია ზუსტად ამ მიზეზით ხმას აძლევს და უხანგრძლივს კორუფციულ ქართულ ოცნებას არსებობას და დღეს მდგომარეობით ქართული საზოგადოების წინაშე ახალი ლანგრით დგება ვითომ ახალი ოპოზიციური ალიანსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე არ ვიცი ამას რა ქვია, ამას ქვია უსინდისობა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ისინი დღეს არსებობს, არის ის, რომ თავის დროზე არ გაასამართლა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წესით დღეს მდგომარეობით მას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ აქვს არანაირი უფლება ასამართლებდეს არც მიხეილ სააკაშვილს და არც რომელიმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს, რომელმაც ის 9 წლიანი რეჟიმი შექმნა. მიზეზი მხოლოდ ერთია, ის რომ თვითონ უფრო კორუფციულია და მის სასამართლოს და ამ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ყოფილ ერთიანი ნაციონალური სისხლიანი რეჟიმის შექმნებელს რაიმე უსაყვედუროს. იმიტომ რომ იმ პერიოდის თანამონაწილეა მე საზოგადოებას გავახსენებ ის, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ყველა მოკლული ყავდა, ყველა დასაბარებული ყავდა, ასე ვთქვათ, და ხელისუფლებას მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ხელისუფლების კრიზისი და არ იცოდნენ როგორ გამოსულიყვნენ ამ კრიზისიდან, ზუსტად ამ დროს დააფინანსა 10 მილიონით ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. თუ შეიძლებოდა აი ამ პიროვნების გაცოცხლება და აი იმ დიქტატურის 9 წლიანი დიქტატურის გაგრძელება, სწორედ ამაში დამნაშავე იყო ბიძინა ივანიშვილი და დღეს მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ახანძლივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ის წევრები და ის სახეები, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას თავაზებენ, რომ ისინი პროდასავლური ალიანსის პარტიის წევრები არიან. ამას სახელი არ ქვია, იქ სადაც ნიკა გვარამიამ
და ამ ხელისუფლების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში საქართველოს 1/5 მოსახლეობის კრიმინალად ყავდათ გამოცხადებული და შესახლებული ყავდათ ციხეებში. ყვარყვარეს ციხე ზუსტი ანალოგიური იყო იმისა, რაც იყო 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ციხეები. და ამ პიროვნებას ვერაფერი ვერ უპოვა ქართულმა ოცნებამ, გარდა იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანით მიაცილა ბავშვის სკოლაში. აი არ ვიცი, ეს არის ქართული ოცნების მართლმსაჯულების ტრაგედია. რომ მიხეილ სააკაშვილი ყავს გასამართლებული პიჯაკზე ნაყიდი ღილების გულისთვის, რომ ბიუჯეტიდან დახარჯა პიჯაკისთვის ღილების ფული და ნიკა გვარამია კიდე რომ ავტომანქანას საბურავები გაუწვდა, სანამ სამსახურიდან სახლიდან უბრალოდ ბავშვის სკოლაში მიიყვანა. უსუსური ბრალდებებით და უსუსური ხელისუფლების მიერ გასამართლებული ნართიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ესე ყოველ მეორე კვირას, როდის უნდა ერთიანდებოდნენ და საზოგადოებას თავაზობდნენ როგორც ახალი პოლიტიკური გაერთიანება, მე არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ ის პროდასავლური ეროვნული ძალები არ ერთიანდებიან, რომელსაც მართლა წაყვება მოგვიანებით საზოგადოება. მე დღეს ამით დავამთავრებ ჩემს მოკლე მიმოხილვას.